სააგენტო ფრანს პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვადინატურის რეგიონში მდებარე ციხიდან ათასობით პატიმარი გაიქცა. ციხიდან მასიური გაქცევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. პატიმრება ციხის მცველებისგან თავის დაღწევა მოახერხეს და ახლომდებარე ქალაქებსა და სოფლებში აფარეს თავი. გაქცეული პატიმრების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. ფრანს პრესის მონაცემებით ამ ციხეში ძირითადად პოლიტპატიმრები და ისლამისტები იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით პატიმრებმა შტურმის დროს ციხის უშიშროების სამსახურის მეთაური მოკლეს. უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივმა პოლიციამ ორ უმსხვილეს ქალაქს, ქაიროსსა და ალექსანდრიას შორის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა. ეგვიპტის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში დიდი რაოდენობით სამხედროებს გაგზავნის მოქალაქეებისა და მათი საკუთრების დასაცავად. და ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე წუთის სააგენტოებით გავრცელდა ეგვიპტის ხელისუფლებამ კურორტ შარმ-ელ-შეიხის ტერიტორიაზე ჯარი შეიყვანა. ამის შესახებ იუწყება ტელეარხი ალ-ჯაზირა. რუსული მედია წერს, რომ ამ დროისთვის კურორტზე რუსეთის 25,000 მოქალაქეა, თუმცა ხელისუფლება ფიქრობს, რომ მათი ევაკუაცია აუცილებელი არ არის. საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე უკვე განაცხადეს თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანში. ეგვიპტეში მასობრივი არეულობები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი უკვე 150 აღწევს, ხოლო დაშავებულთა 4,000-ზე მეტია, აცხადებს უცხოური სააგენტოები.